და მამისა და ძისა და შვილისა წმინდისა. დღეს აკითხოს აღარებაში მოყვანილი იყო მაგალითი რომ უფალი ამბოსო ნეტარ არისო ისო ვინცო ისმინოს სიტყვა ღვთისა და დაიმარხოს იგიო. შინაარსი რა არის? სიტყვა ღვთისა გვებულობთ საღარებიდან, ბიბლიიდან, ძველი ათმიდან, ახალი ათმიდან, რასაც ბიბლია წმინდა წერილი ქვია. მაგრამ ნეტარება კიდე არ არის ბედნიერება. ესე იგი ბედნიერი არისო ის ადამიანიო, ვინცო ღმერთის ისმინოსო და მისი მცნებით იცხოვროსო. ესე იგი და მისი მცნება კიდე რა არის? ღმერთი რო უხილავია. რამდენი ადამიანია რომ ეკითხები აკითხულობს სახარებას. ამ დროს ქრისტიანი ქვია. შენ თუ მოწმე ხარ, ღმერთი რო უხილავია. შეიყვარე სახარების გამარტების კითხვა. ამიტომ იმ სახარებას კითხვაც არაა საკმარისი. უნდა იყიდო ივანე ოქრობილის ან თეობალდე ბულგარელის სახარების გამარტება. ძველი ათმას უნდა იცოდე თუ მოწმე ხარ. ძველი ათმა რა არის? იგივე ებრაელთა ისტორია. იქ კიდე რა წერია? რომ ადამი და ევა შეცვლების შემდეგ დაიკეტა 60 კარები ღმერთისადმი ურჩევის შედეგად. და ქრისტიანი რო ქვია, შენ ისე გჯერა, რომ ღმერთის მოსვლით, ჩვენსვით დაადგომით გაიღო 60 კარები და ამიტომ გარდაცვალებას ზოგი რო გვდება, რო უყურებ, გულები გვდება. გარდაცვალებისა გამო ეს შვილის გარდაცვალება ხო საშინელებაა, მაგრამ ხშირად ვამბობ, თუ ადგომა გიხარია, თუ ქრისტიანი ქვია, თუ გჯერა სულის ღვთაების, თუ გჯერა რომ იქ არ არის მწოხარება, იქ არ არის სიძულვილი, რასაც არის პოზიცია, სიძულვილი, სიზღი. იქ არ არის ეს, იქ არის სიხარული, სულიწმინდი და სულიწმინდა კიდე რა არის? ეს აქ ჩანს დედამიწაზევე. და როგორ უნდა გაიგო ეს, აი თუ უნდა იყო აუცილებლად მონათული სულიწმინდა რო იყო შენში. იმიტომ რომ სულიწმინდის დაბეჭდვა ხდება მირონცხებით ნათლობის დროს. ზოგი კიდე არ ნათავს, იმიტომ რომ ნათლია გერმანიაში აქვს. თუნდა ამერიკაში იყოს, ნათლის სახელწოდებას დაასახელებს, შეიძლება ბავშვი მოინათლოს. ზოგი სუფრის გამო არ ნათავს ბავშვს. უცოდინარობა მე-40 დღეს უნდა მოინათლოს აუცილებლად ბავშვი და თუ ბავშვი ავადარი, შეიძლება იქ საავადმყოფოშივე მოინათლოს ბავშვი. ეს აუცილებელია. იმიტომ რომ ბევრი განკურნებულა ნათლობის შემდეგ. და ნათლობას აუცილებელია მე-40 დღეს, იმიტომ ჩვენ არ ვიცით. აი რა ათვალიანი ის იყო შავ ზღვაში. ხვალ ზეგრა მოხდება, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება ღაზაში, შეიძლება წამში აქაც მოხდეს. ვინ ვარ დაზღვეული, რაც მოხდა აფხაზეთში, მე სოხუმელი ვარ, ვიცოდი, არ ვიცოდი. ამიტომ წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ ყოველ დღეს იცხოვრება, შეიძლება დღეს დაგიყვანოს ღმერთმა. და ყოველ დილას გაიხსენება მაცხოვრის რომელიმე ეპიზოდი ჯვარცმის. ამას თუ გაიხსენებ ყოველ დილას, მაშინ წამით არ მოგდები ნარკოტიკებით. მაშინ ლოცვებით არ მოგდები. ღვინო კუთხეულია, მაგრამ იმ ღვინოს გამო ზოგიერთი ისეთი ხასიათი აქვს, რომ ტირიან მეუღლები, ტირიან შვილები. და ასეთი ხასიათი თუ გააქვს, ჯობია საერთოდ არ დალიო. და რაც შეეხება ნეტარებას, რაც სახარებაში წერია, რომ ნეტარები ხართო, თუ იცხოვრებთო და ეს ცხოვრება კიდე რა არის, თუ გეზარებათ კითხვა. მშობლების პატივისცემა, უფროსების პატივისცემა, რასაც ღმერთი გვეუბნება. არ იმროშო, არ იბარო, არაცელი წამო, არ შეიძულო. და ეს სიძულვილი კიდე შედარებულია მკვლელობას, ესე იგი თუ გძულსო მკვლელი ხარო. წარმოიდგინეთ. და ამ დროს რამხელა სიძულვილია სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო. ზოგი კიდე რო გავდივარ ხშირად თბილისში, წინამძღვარი კი ვარ, მაგრამ ხშირად გავდივარ თბილისში. რას ხედავ, რომ ამდენი გაბოროტებულია სიღარიბისა გამო. ამ დროს წაიკითხეთ სახარება, იქ ნახავთ, რომ მოციქულები სიღარიბეში იყვნენ მადერებად, მაგრამ ადიდებდნენ ღმერთს არადებდნენ, სულიწმინდა იყო მაშინ, ეს სულიწმინდა არ მოგაგოთ ღმერთმა და ეს სულიწმინდა კიდე როდის შემოდის? შემოდის ნათლობის დროს, როგორც გითხარით, მირონცხებით. მაგრამ კარგავთ შურით, განკითხვით, ცოდვებით
და მაგრამ იმ დაკარგული აღდგენა ხდება სინანულით აღსარებას იერების საიდუმლოთი. მადლობა აღმოჩნდა ჯეჯოებით ამის საშუალება გვაქვს. მეთმა დაგოსწროთ ჩვენთან ასმერთი